მოგესალმებით ძვირფასო სულებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით ჩვენს არხზე. მოვედი საჯარო გაშლით მაისისთვის პროგნოზი ტაროს ეგრეგორისგან. შენი სულიერი სივრცის არხიდან გამოტარებული შენთვის. იმისთვის კი რომ გაიგო ეს შენ ხარ თუ არა, მე გავაკეთებ სიგნიფიკაციას და თუ ამოიცნობ ამ სიტუაციაში შენს თავს, ესე იგი მაისისთვის პროგნოზი შენთვის იქნება განკუთვნილი ჩვენს არხზე. ვინ ხარ შენ? ყოველთვის ასანთით უნდა აიღოს სანთელი. ეს არის სურნელოვანი სანთელი, რომელიც წმენს სივრცეს და ცეცხლის ენერგია. ყველაფერს არა პოზიტიურს არ უშვებს სივრცეში. როგორ ენერგიებში გადახვალთ მაისის მთლიანი თვის მანძილზე? სამყაროს მხრიდან რა ენერგიებში იქნებით მაისის თვის მთლიან მანძილზე? რჩევას რატომღაც მეუბნებიან. ჩემი უიშვიათესი დასკამ გვეტყვის მაისისთვის განმავლობაში რა შეიცვლება შენ სამსახურეობრივ და კარიერულ მიმართულებაში. რას უნდა ელოდოს სამსახურში და კარიერაში? ესე მოდის რატომღაც როგორი იქნება ფინანსური შემოსავლები მაისისთვის მთლიანი თვის განმავლობაში 2026 წლის მაისისთვის მანძილზე ფინანსური შემოსავალი როგორი ექნება შენი სულიერი სივრცის არხის წევრებს და ადამიანებს, რომლებსაც აქვს ეს სიგნიფიკაცია. ხალვაჟურ სასიყვარულო ურთიერთობაში რა გელოდებათ მაისისთვის განმავლობაში? დედა ვიღაცასთან მამაკაცი ახალი ვიღაცა მოფრინავს. რა გელოდებათ მაისისთვის განმავლობაში მანძილზე ხალვაჟურ პარტნიორულ ურთიერთობაში? ტაროს უყვარს კონკრეტიზმი, რატომ აძახებენაც ურჩევებს ან გაშლაზე არ ვიცი. ის რაც მოულოდნელად, ის რასაც არ ელოდები, მოდი ასე, და აუცილებლად მოხდება მაისისთვის განმავლობაში. რა არის ეს? ის რაც არ ელოდები და მოხდება მაისისთვის განმავლობაში. აქ ვიღაცა დიდხნიან ურთიერთობაში
რაღაცა ასე ვთქვათ თქვენ შეაჩერეთ თითქოს აი რაღაცა რო იტყვიან წითელი ხაზები დააწესეთ შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც მინიმუმ 1 წელი მაინც გრძელდებოდა და ასე ვთქვათ შეაჩერეთ, მაგრამ ეხლა ელოდებით ამ ადამიანი, აი როგორ რაღაც იყო, იცი, თითქოს რაღაცა წესები დააწესეთ ამ სიტუაციაში და ელოდებით ეხლა, მაგრამ არ ჩანს ის ადამიანი იმ წესებით, რა წესებით უნდა დაიცვას. და თქვენ ფიქრობთ ეხლა, რომ ნეტა მე ხო არ გადავდგა პირველი ნაბიჯი და წარსულში ძალიან ისე ხო არ მომივიდა და მე ხო არ ვიმოქმედო, მე ხო არ შევიდე ამ ურთიერთობაში, მე ხო არ შევიდე ქმედებაში, აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით. როგორ იქნება მაისისთვის განმავლობაში თქვენი ენერგიები? აქ ენერგეტიკულ დონეზე თითქოს რაღაც ინფორმაციის გაგების მოლოდინში იქნებით და აქ რაღაცას გაიგებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს საზღვარგარეთიდან ან ინტერნეტიდან, რაღაცას ისეც გაიგებთ, რაც გაგიყვანთ ან საზღვარგარეთ გადახვალთ. რაღაცა გაგიხარდებათ თითქოს, იცით? და თითქოს აი თქვენი ემოციების გადმოცემის საშუალება იმას გიზავთ, გექნებათ გამომჟღავნების საშუალება. კი, რაღაცას გაიგებთ, ის რაც თქვენთვის დამალული იყო, გაუგებარი იყო, ვერ იგებდით, ეს შეიძლება მოხდეს ტაროს მეშვეობითაც, არ არის გამორიცხული და ეს მაგრამ რეალურად გაიგებთ ამ რაღაცას და ძალიან გაგიხარდებათ, ეს კიდევ ამბობ, შეიძლება ეხება საზღვარგარეთ გადასვლას და თქვენ იმას იზავთ, რა ქვია, დაბრუნდებით და წახვალთ ამ ახალ გზაზე, მაგრამ როგორი რაღაც იქნება, იცი, რჩევა არის აქ ის, რომ სანამ მოიმოქმედებთ რამეს, აი ამ სიხარულმა უცებ, ხო? არაგიყოლიათ, სანამ ანუ არაგიყოლიოთ იმ ხრივ, რომ დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, ყველაფერს თქვენ იმ ნაბიჯს, რომელსაც გადადგავთ, ანუ აქ უფრო იმაზეა საუბარი, რომ თქვენ რა ნაბიჯსაც გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, აი ახალ გზასთან დაკავშირებით, კარგად დააკვირდით და კარგად გაშიფრეთ. აქ რჩევაში ეს არის და რას გულისხმობთ? აქ შეიძლება ამ გადასვლასთან დაკავშირებით ცოტა წინააღმდეგობები შეგხვდეთ და ამას გეუბნებიან, რომ წინააღმდეგობები, ანუ აი წასვლასთან დაკავშირებით წინააღმდეგობები რო არ შეგხვდეთ, ხო, და აი რამე მხელი არ შეგიშალოთ, კარგად გათვალეთ ყველაფერიო, რას გულისხმობთ? იცი რას გულისხმობ, მე აქ როგორც ჩანს, შეიძლება იყოს მამაკაცთან გადასვლა, ან მამაკაც უკავშირდებოდეს, ანუ აქ თქვენი ცხოვრება შეიძლება ამ წასვლით და უბრალოდ გეუბნებია, რომ გაითვალისწინეთ, ხა ყველას ინდივიდუალურია, გაითვალისწინეთ ის ცვლილებები, რაც თქვენს გადასვლას მოყვება აქ. გამიგეთ? და მზად იყავით, რომ შეიძლება და ჭკვიანურად იმოქმედეთ და წინასწარ განსაზღვრეთ ის რისკები, რასთან შებრძოლებაც შეიძლება მოგიწიოთ. აი ეს არის რა. ნახოთ აქ რა იყო კარიერაში.
რა გელოდებათ და ესა რა ქვია, ნახოთ. უიდე და მაისისთვის მანძილზე აქ ვიღაცა სამსახურიდან წამოვა, ჩემო ძვირფასებო, სამსახურის შეცვლა მოგიწევთ და ეს იქნება თქვენთვის რაღაცის სასწავლებელი. ანუ აქ ვიღაცა ძალიან ფიცხი შეიძლება ხართ და აი ხო გეუბნებით, აქ შეიძლება როგორი მომენტია, იცი, თქვენის გატანა გინდათ, აი თქვენ გინდათ, როგორც თქვენ გინდათ ისე იყოს და ეს არის ერთგვარი გაკვეთილი. აქ მოგიწევთ სამსახურიდან წამოსვლა და ამ წამოსვლით თქვენ უნდა დაამუშაოთ თქვენში ის ამ დროს როგორი რაღაცა იცი, ხა შეიძლება შევსებულად ხართ, კარგად გრძნობთ თავს აქ, მაგრამ აქ რაღაცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც თქვენთვის იქნება მიუღებელი. ან პოსტზე, ან რაღაცაზე რა და აქ მოგიწევთ კონფლიქტური სიტუაცია და დიდი ალბათობით წამოსვლა მოგიწევთ და ეს იქნება კიდევ თუ ან ცვლილება მოგიწევთ. მოდი ვნახოთ ახლა რო არ ვიმარჩიელოთ და რას გულისხმობთ. წამოსვლა მოგიწევთ, კი ბატონო და აქ ანალიზის პროცესი მოგიწევთ. აქ როგორც ჩანს ის რომ აი თქვენ მხოლოდ ცოტა საკუთარ თავზე ფიქრობთ შეიძლება ამ მომენტში და ამ სიტუაციაში და აქ შეიძლება რაღაცა პოსტიც გეკავათ, იცით? რაღაცა სამსახურეობრივად რაიმე თანამდებობაც გქონდათ, გააჩნია ხა ვინსად მუშაობს. და რაღაცაზე გაბრაზდებით. ეს იქნება სასწავლებელი თქვენთვის, რომ ეს შანსები მიიღოთ სამომავლოდ, ეს რაც მიიღეთ წარსულში და რითიც შეივსეთ, ხო, აქ ცოტა მიწიერად რო იტყვიან შეიგრძენით ეს ყველაფერი და ძალიან მე როგორც ვიტყვი, მე როგორც ისე მე ესე და აი ეს არის შეცდომა, აქ გაკვეთილეობრივი მდგომარეობაა და აქ ამ სიტუაციით თქვენ რაღაცა უნდა ისწავლოთ. კი. აქ მოგიწევთ ახალი გზის ძიება, წარსულის დატოვება და წარსულში მიღებული გამოცდილების გამოყენება ახალ გზაზე და ამ გამოცდილებით წასვლა, რასაც მიიღებთ. ასევე მაისის თვეშივე შემოდის აქ უფრო ბოლოსკენ ან ძალიან მალევე შემოდის ახალი შანსი და ახალი ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მისაღები სიტუაცია თქვენში, რომ დაიწყოთ თუ არა ახალი სამსახური, ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრების, ახალი გზა, სადაც შეიძლება შორეულ პერსპექტივაში წინააღმდეგობები დაინახოთ, ცოტა შორს, მაგრამ აქ გეუბნებიან, რომ წარსული გამოცდილება გამოიყენეთ და წადით ამ გზაზე, ამ გამოცდილებით მიიღეთ იმ წარსულიდან, საიდანაც წამოხვალთ, ნაყოფი. ფინანსებში რა გელოდებათ არხის წევრებს. აქ თუ ეზოთერიკოსი მიყურებს ვინმე, მაგას ელოდება მასშტაბირობა ძალიან დიდი და წინსვლა, რაღაცა გადასვლა ახალ ეტაპზე. ფინანსებში აქ როგორი რაღაც იქნება, იცი, აქ ცოტა ფიქრი მოგიწევთ ფინანსებთან დაკავშირებით, სანამ აი რაღაცას მოიმოქმედებთ, ხო, და სანამ აქ ვიღაცა ვინც სამსახურიდან სანამ რაღაცას მოიმოქმედებთ,
ან შეიძენთ ან რაღაცა, ჯერ დაფიქრება მოგიწევთ რამდენად ცოტა ეკონომიურობა მოგიწევთ, ცოტა კრიზისული ენერგიები, არხის წევრებისთვის რაღაცა ახალი წყაროდან მერე ფინანსები, ფინანსური შემოსავალი. მოიცა, აქ რა არ ხდება ფინანსებში. всё, გავიგე, არა, ბოდიშით. ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით თუ იყავით კრიზისულ ენერგიებში, თქვენი საქმით, თქვენი ასე ვთქვათ, გამოცდილებით, აქ დაფიქრდებით და ჭკვიანურად ასე ვთქვათ, მოიქცევით და აქ იქნება თითქოს აი კრიზისული მდგომარეობა გქონდათ ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენი საქმიანობიდან რომელ საქმეშიც ხართ კომპეტენტური ნამდვილად, იქიდან შეიძლება ფიქრობთ, რომ აღარც გაქვთ იმედი, რომ რა ვიცი იქნება, არ იქნება, მაგრამ აი ეს მოგცემთ ახალ ფინანსურ გზას, ახალ ფინანსურ შემოსავალს, კი ბატონო. ვიღაცასთან ახალი სამსახური იქნება, ძალიან მაგარი ამბავი და ახალი შანსი ფინანსური სიუხვის. კი, სამსახურიდან ძალიან მაგარი ამბები იქნება, ამ დროს შეიძლება არ გჯეროდეთ. მაგრამ ზოგადად ვისაც აი მხოლოდ უშუალოდ ფინანსები რეზონირდა, რომ ძალიან ნერვიულობდით ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, აქ გეუბნებით, რომ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, აი აღარც გჯეროდათ და რაღაც ახალი ისეთი აი ტუზი დაეცა, რომ თქვენ ისეთი ტუზი დაგეცემათ, რომ თქვენ თვითონ გონზე ვერ მოხვალთ. პარტნიორულ ურთიერთობაში აქ გეუბნებიან, რომ რჩევა არის ის, რომ ჩემო ძვირფასო ადამიანო, აქ ელოდები ადამიანს და ფიქრობ მოვა არ მოვა, ნუ დარდობ, ეს ადამიანი წარსულიდან ბრუნდება ადამიანი, აქ ურთიერთობის განახლება არის სექსუალური ურთიერთობა გელოდებათ და შეხვედრა პაემანი ძალიან მაგარი ამბები გელოდებათ პირად ურთიერთობაში, ბრავო გილოცავთ. ის რაც აუცილებლად მოხდება მაისის თვეში, ვიღაცა ურთიერთობას გადაიყვანს ახალ ეტაპზე და ვიღაცას ხელს თხოვენ და ან თანაცხოვრებაში გადავა, ვიღაცასთან იცვლება ბედი, ან ურთიერთობა ან თანაცხოვრებაში ის რაც არ ელოდები, მაგრამ მოხდება, აქ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ ეს არ არის ახალი ურთიერთობა გადავიდეს ახალ ეტაპზე და თანაცხოვრებას დაგეგმავთ და მეტიც დაიწყებთ. აი ესეთი რაღაცა, ვიღაცა არ ელოდება, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ან დაქორწინდებით, ან დაქორწინება იქნება, ან მინიმუმ თანაცხოვრება იქნება და ეს არის ბედის წერისგან მოვლენილი სიტუაცია, რასაც მე თქვენ გისურვებთ ძვირფასო ქალბატონებო და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ბედნიერ და წარმატებულ მაისის თვეს გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს.